მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო საულქაძე ვარ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კონკრეტულ მედია საშუალებებს უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს. საქმე ეხება თბილისში მდებარე სასტუმრო საქართველოს ტერიტორიაზე 3237 კვადრატული მეტრი ფართობის სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით გადაწყვეტილება ფორმალური ხასიათისაა, მხოლოდ დოკუმენტურ შესწორებას ეხება და ქონება რეალურად არ გასხვისებულა. სასტუმრო საქართველოს სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა. ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2027 წლის 8 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირ წესით გასხვისების პრაქტიკა სრულად აღიკვეთა. მთავრობა მოუწოდებს მედია საშუალებებს თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. კონკრეტულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ თბილისში მდებარე სასტუმრო საქართველოში მდებარე 3237 კვადრატული მეტრი ფართის სიმბოლურ ფასად გაასხვისა. სინამდვილეში საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობად საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო საქართველოს სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში სასტუმრო საქართველოს გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო საქართველოს რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად ცდომილების შესაბამისი ფართი 3237 კვადრატული მეტრის სიმბოლურ ფასად სრულად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედია საშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს. 2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას არასწორი და უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან მომავალში თავი შეიკავონ. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მაჭავარიანი წერს, ქვეყნებს შორის რეალური პარტნიორობის დასაწყებად ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა. ახლა მთავარია ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული კონკრეტული გზამკვლევი გაიწეროს. შეგახსენებთ, შტატების პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა, სადაც დონალდ ტრამპის სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივ ძალისხმევაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ პროგრესის მიღწევა და მშვიდობიანი მომავლისკენ სვლა ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. თემაზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც ბატონი ტრამპის თქმით Deep States უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის, სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ასე შემდეგ. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს. ღიად გულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას. სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში. ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთ-ერთში ასახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში. გარეჩარევის რისკების იდენტური შეფასება, სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში, ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში.
ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ხვდებით, ამ წერილიდან გამომდინარე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როგორც საზოგადოებას მოიხსენება, მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის და იქ იყო ხაზგასმითი გზავნილები, რომელიც, რა თქმა უნდა, ამოსაკითხია ამ წერილიდან ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია შეგვიძლია ასე დავარქოთ, რაც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან ბევრი, ძალიან დიდი პროცენტით არის თანხმდრაში ერთმანეთთან. ეკონომიკის მინისტრი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ქრივიშვილმა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საიმედო ციფრულ კარიბჭე და სტრატეგიულ ჰაბად დაახასიათა. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეები თითოეულ მოქალაქეს ისარგებლებს. ღონისძიებას 100-ზე მეტი სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეკობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველოს-ჩინეთის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად. ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს. ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში. დღეს ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ გლობალური ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ წამყვან ქვეყნებთან, გლობალურ კომპანიებთან. საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ურთიერთობები გადაყვანილი იყო ყოვლის მომცველ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის დარგში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი და ძალზედ საინტერესო სექტორი გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირით ხელკვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული მოქალაქეს დანით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი და მოპარული ტელეფონი ნივთგიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე მათი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კახეთში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მშობელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, იარაღიდან რამდენჯერმე გაისრულა და ადგილიდან მიემალა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთგიცება დამოიღეს. დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ჩემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი ოპერაციების შედეგად ბრალდებულების პირადი და ვარგის შხრეკისა სამართალდამცველებმა პრებაგალინის შემცველი 82 კაფსულა ამოიღეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მეუღლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავეცნო. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწრაფნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფის საზეიმო ცერემონიას თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყობრივი მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. სამხედროებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ერთო საჯარისო ცენტრი, რომელიც 2016 წელს ბრწანისის ბაზაზე ჩამოყალიბდა, თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო კადრების მომზადება, გადამზადებასა და ახალი შესაძლებლობების დანერგვას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო განათლების მაღალი დონისა და სწავლებების ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. რადგან განათლებული და პროფესიონალი სამხედრო ქართული ჯარის წარმატების საფუძველია. საერთო საჯარისო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აღნიშნულზე ნათლად მიუთითებს მისი დაარსებიდან დღემდე აქ მომზადებული 18,000-მდე მსმენელი, რომლებიც მიღებული წოდნით აძლიერებენ ქართულ ჯარს. ასევე აღსანიშნავია ეროვნულ და საერთაშორისო სწავლებებში ცენტრის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა. ყალიბდება არა მხოლოდ სამხედრო უნარები, არამედ ლიდერობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და ის ფასეულობები, რომლებიც ყოველთვის განასხვავებდნენ ქართველ მებრძოლს. ცენტრი იქცა თანამედროვე სამხედრო განათლებისა და მომზადების ღირსეულ მაგალითად. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟე მაღრაძე მდინარე თელავის ხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაობს ადგილზე გაეცნენ. 12 ივლისის სტიქიის შედეგად ნაშალი მასალით ჩახერგილი მდინარის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაატყორა. პრობლემის მოსაგვარებლად გაწმენდითი სამუშაობის პარალელურად ადგილზე გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობაც მიმდინარეობს. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებით 7 კილომეტრიან ლოდზე, საერთო სიგრძე 14 კილომეტრია მოგეხსენებათ, სადაც მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდა და ასევე გრუნტით ნაპირსამაგრის სამუშაოების მოწყობა. კომპანიის თქმით, მაქსიმალური ვადა აღნიშნული სამუშაოების დასრულების იქნება 1 თვე. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი რეგიონში დარგის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო. შეხვედრისას ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ კი ყურადღება ახალ რეგულაციებსა და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე გაამახვილა. შეხვედრის ფარგლებში მეცნიერებმა ფერმერებს ქვემო ქართლის ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოტენციალი და ნიადაგის მართვის თანამედროვე მიდგომები გააცნეს. ქვემო ქართლიდან ჩამოსულ მევენახე მეღვინეებს მიეწოდათ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც აგრერიგად აუცილებელია როგორც ახალი ვენახების გაშენებისათვის, ასევე მათი მოვლისათვის, პატრონობისათვის და რამსთავარია ხარისხიანი და რეგულარული მოსავლის მისაღებად. ღვინის ეროვნულ სააგენტო სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად აქტიურ მუშაობას ეწევა კერძო სექტორთან, ვინაიდან მოხდეს სწორად გაშენება ვენახების, მოხდეს სწორად დამზადება იმ პროდუქტის, რასაც ჩვენთვის საკრაული პროდუქტი ქვია.
კრიტიკულია. ძალიან საინტერესო წარიმართა დისკუსიის ნაწილიც. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იქნება. რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებს მოიცავს, სადაც გზის საფარი ჯამში 33,000-ზე მეტ კვადრატულ ფართობზე ახლდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 4 ლოკაციაზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ველობილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა და გარე განათება. 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასაც ითვალისწინებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთობლივად ფინანსდება. პროექტი მოიცავს კლდიაშვილის, ფალიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების სრულ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო გაზონები, მიმდინარეობს ასფალტის მესამე ფენის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება სრულიად ახალი ადაპტირებული შუქნიშნები, მოეწყობა ახალი გარეგანათების ქსელი. აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა. ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლის თავისად მიმიწვრილი ექსპოზიცია აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით იმართება და მასზე სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ხასან ჰელიმიშის შემოქმედებაში წამყვანი ადგილის ზღვის თემატიკას, ნაოსნობას და თევზჭერას უჭირავს. ლაზი ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერება აჭარის ხელოვანების მუზეუმში 24 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არა მარტო ადგილობრივი მხატვარია, ხასან ჰელიმიში ეს არის ძალიან დიდი მხატვარი, ეს არის გენიალური მხატვარი და მისი, ასე ვთქვათ, აღიარებით, როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ აკიაფთება. ბატონი ჰასანის ცხოვრება იყო ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად ქართული ნიჭიერებით სავსე და საბჭოთა ხელისუფლებამ სწორედ ამ ქართული ლაზური საქმისთვის მას საკმაოდ დიდი ხნით რეპრესიები მოუწყო, მაგრამ ასრულდა მისი ოცნება, ის მშობლიურ სოფელში არის განსვენებული სარფში. ეს გენიოსი მხატვარი ნამდვილად ღირსია ამ გზისა, რომელსაც დღეს ასე ამ მაღალ საზოგადოებაში წარმატება მოიპოვა. თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა საკულტო დადგმა მაზურკა ფოგო წარმოადგინა. თანამედროვე ხელოვნების შედევრად აღიარებულ სპექტაკლს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო, რომელმაც დასის ხელმძღვანელობას წარმატებული გამოსვლა მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ლეგენდარული პინა ბაუშის მიერ 1998 წელს შექმნილი დადგმით 19 ივლისს თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი ოფიციალურად დაიხურება. ფესტივალი წელს დედაქალაქში მეშვიდედ ჩატარდა. ძალიან წარმატებული საბალეტო ფესტივალი 2026 წლის სავსე იყო დიდი სახელებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იყო ბევრი ახალი ქართული სახელი და ასევე ბევრი ცნობილი ქართული საბალეტო მოღვაწის სახელი გაჟღერებული და განსაკუთრებით მისალოცია, რომ სოფლიოში ცნობილი პინა ბაუშის დასი 3 დღე ამ ფესტივალის დახურვისთვის გამართავს არაჩვეულებრივ წარმოდგენებს. სპექტაკლში მოცემულია მოცეკვავეების, თავად ამ ადგილისა და პინა ბაუშის ძალიან კომპლექსური გამოცდილება. ასე რომ ეს არის ემოციების, გრძნობების და ფიქრების საოცარი ნაზავი. იმედი მაქვს საქართველოში ყველას მოეწონება. ყოველთვის დიდი თავგადასავალია იმის ნახვა, თუ როგორ რეაგირებს მაყურებელი პირველად პინა ბაუშის სპექტაკლზე. ძალიან ლამაზი თეატრია. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ამ ოპერის თეატრში ყოფნა. საქართველოში პირველად სტუმრობა და მოხარულები ვართ, რომ თბილისის ბალეტის ფესტივალის მაყურებელს წარუდგენთ სპექტაკლს მაზურკა ფოგო. ეს დადგმა ჩვენს გულებთან ძალიან ახლოს არის. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი კოლხი და საზეიმო გალა კონცერტით დაიხურა. მუსიკალური საღამოს პარალელურად სივრცეში ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნაკეთობების გამოფენა გაყიდვაც მოეწყო, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ზუგდიდელი ხელოვანების ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ამ 6 წლის განმავლობაში ძალიან 100-ზე მეტმა ანსამბლმა
მიიღო მონაწილეობა ამ საოცარ ფესტივალზე და ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქალაქი ეს 2-3 დღე არის ფოლკლორის ცენტრად ქცეული. ზუგდიდი განათლების, კულტურის, ხელოვნების ქალაქი იყო და არის ყოველთვის და ესეთი ფესტივალები აცოცხლებს ქალაქს, აცოცხლებს საზოგადოებას და ძალიან ბევრ ანსამბლს ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი შემოქმედება გააცნოს ფართო საზოგადოებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფესტივალმა შეიძინა საერთაშორისო სტატუსი, არაერთი უცხოელი სტუმარია ევროპიდან ჩამოსული, რომლებიც ძალიან კარგად ღერიან ქართულ სიმღერებს. ეს სწორედ იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ ტრადიციებს მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენს რეგიონს გააჩნია კულტურული მიმართულებით და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მომავალში ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კულტურა უფრო განვითარებული იყოს, უფრო სიცოცხლისუნარიანი იყოს და მადლობა ყველა მონაწილეს. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო. მინისტრი პორტუგალიაში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატება უსურვა, სადაც ქვეყნის ღირსებას 6 ჩოგბურთელი იცავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე 2 ქართველი არბიტრიც მსაჯობს. ამასთან პორტუგალიაში გამართულ მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ისტორიაში პირველად საქართველო უმასპინძლებს. ლევანდელი ნაკრები მაძლევს იმის თვისუფლებას, რომ მომავალში ეს ნაკრები თავის სიტყვას იტყვის დიდ ასპარეზზე, ასევე მიულოცე მათ საქართველოში 2029 წელს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის მოპოვების უფლება. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ამ ტურნირზე მონაწილეობა. მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, რადგან მართლაც თავდაუზოგავად ვემზადებოდი. 2029-ში იქნებით მასპინძლები ამ ტურნირის. ეს იქნება ორმაგად მეტი мотиваცია და უფრო მეტი სტიმულის ვექნება. ახალი ამბავი პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.